შესული ხო? ჩვენ გქონდა იმის შანსები, რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენი საინვესტიციო მიმზიდველობა. თავშესაფარად გვექცია. ხო, გარკვეულწილად თავშესაფრად გვექცია, ხო? მაგრამ გავდინარე იქიდან, რომ ესეთი ტიპის გარანტიები, ანუ ის სისტემური პრობლემები, რაზეც მე საუბრობდი, ქვეყანაში არ ლაგდება და სამწუხაროდ მე მოხარული ვიქნები თუ მეშლება ხელისუფლებაში ამის არც სურვილი, არც რესურსი აღარ არის დარჩენილი იმისათვის, რომ ეს სისტემური ცვლილებები ესე რომ ვთქვათ, ცვლილებები დაიწყოს ქვეყანაში, ანუ შექმნა სამართლებრივი საფუძვლები ფუნდამენტალური ღირებულების, ანუ კერძო საკუთრების დაცვის ნორმალური სასამართლო, სადაც ბიზნესს შეიძლება თავის დაცვა, ნორმალური საგადასახადო გარემო. ამის ნაცვლად, ხო, ჩვენ გამოვჩეკეთ მონოპოლური სისტემები, რა შორს მივდივართ, გავატონინო, მთელი ქვეყნის ეკონომიკა რუსეთთან ვართ ომში და მთელი ეკონომიკა მონოპოლური სისტემები ამ ქვეყნის მთლიანად, პრაქტიკულად მთლიანად ჩავაბარეთ რუსეთს, ხო? ბოლო ლუსმანი ჩავარჭეთ ეხა ენგუფესის სახით ამ ყველაფერში. ანუ აბსურდამდე მიდის ეს ყველაფერი. ერთის მხრივ ქვეყანა ბატონ გილაურის ლოგიკა თქვენთვის არ არის მისაღები და სარწმუნო რომ ქვეყანა მიიღებს დამატებით 15 მილიონ დოლარს აფხაზების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისას და დამატებით კიდე 20 მილიონ დოლარს რომელსაც რუსეთი გაგებს. ნინო რა, ეს არ არის მთავარი არგუმენტი, ესეთი ენერგეტიკა არ არის მაკროეკონომიკა. ეს არგუმენტი რომელიც ეს არის უსაფრთხოება, არა, უფრო ძირითადად სხვა არგუმენტს ლაპარაკობენ და ამბობენ იმას, რომ არ იყიდება ენგუხესი რჩება საქართველოს საკუთრებაში. დიდი ბოდიშით, მაგრამ ხევისთავის ცოლი იყო მარგო. მაგრამ ვის ფლობელობაში იყო? ვინ იყენებდა? რამდენი მანქანა და თბილისში ვიზიტი გაფორმებული რო არ არის. კი ბატონო. აბსოლუტურად რებლიკავის აქ და ძალიან მე ვიტყვი დაწნებული ვარ ეს შემდეგ გავაგზავნე ახალმარი ბიუჯეტის სოციალურ პროგრამებზე, ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე, ეს არის მაინც დეტალების საკითხი გამომდინარე იქიდან უნდა არსებობდეს სტრატეგიული გეგმა, რომელსაც დაეწუნება ყოველწლიურ ბიუჯეტში გარკვეული მიმართულების ხარჯები და ბოლო წლებში ჩვენთან სიტუაცია იმდენად ცვალებადი იყო და იმდენად იცვლებოდა ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომ უნებრივია ეს მითითებს იმაზე, რომ რაღაც სტრატეგიული დოკუმენტი ამის შესახებ არ არსებობს. ხოთაშორის ბატონობა პრობლემა მაშინ სტუდენტები ყავს, სადაც თქვენ მიგრძანდებოდეთ ეკონომიკის არსებობს ესეთი ინდიკატორული დაგეგმის მეთოდიკა, რომელიც ყოველ თვეში იგეგმებოდა თუ არ ხდება საკუთრად ედებოდა შემდეგ ბიუჯეტს და მთლიანად განვითარების ტენდენციებს. მე ვფიქრობ, რომ ეს კრიზისული სიტუაცია ქვეყანაში გაგეგმა კრიზისული სიტუაცია აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან, ის ინიექცია, რომელიც შედის ეკონომიკაში ამ ინვესტიციის სახით, რადგან ხასია დეკლარირებული მეტასელიტყვი, ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რადგანაც ჩვენ სიკვდილი რომ სადაც არ უნდა გავუხედოთ ნებისმიერ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო სხვადასხვა ფორმით ამ ინიექციას ეკონომიკაში აკეთებს, ჩვენთან კიდე ეს არაპირდაპირ იზრდება და მაგალითად კარგია, იმიტომ რომ ეს გარკვეულ აქტივობას შეინარჩუნებს და ეკონომიკურ აქტივობას ფიქს მისცემს. თუმცა ეს აფორმება და როგორ მოხდება და შემდეგ რა პროცესები მოხდება, ეს კიდე ცალკე თემაა. თვითონ ის ფაქტიურად სახელმწიფო გარკვეულ თანხას ხარჯავს და ამით სტიმულს იგივე დასაქმების მიმართულებას, თუმცა მიაუჩნია რომ ეს დასაქმების პრობლემის გადაჭრა და თუნდაც ეს ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად ამ პრობლემის დასაქმებია ერთი წლის მერე და ორი წლის შემდეგ შეიძლება იმდენ ხალხის დასაქმების პრობლემა ისევ გავიდეს, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ეს გარკვეულ აქტივობის მიმართულებას შეინარჩუნებს. რაც შეეხება ახლა უშუალოდ სტრატეგიას, სტრატეგიით შეიძლება იგონოს ქვეყანამ რომ ის არ იდგეს მუდმივად ეს გავსი კრიზისების და პრობლემების წინაშე. აუცილებელია ისეთი სისტემის შექმნა, ეს მაგალითად მოუყვება აქედან გამომდინარე ვიტყვი, აი ბოლო პერიოდში დაახლოებით 10-15 წელია საქართველოსთან პირველი საექსპორტო აქტიური პროდუქციის არის ან ნედლეული, ან რეექსპორტი, ან ისეთი სასაქონლო კატეგორიები, რომლებიც გადამამუშავებელი, ან დამატებითი ღირებულების შექმნის შედეგად შექმნილი არ არის. ანუ მე ვფიქრობ, რომ აი ეს როცა 10 წელია და 15 წელი ერთი და იგივე საექსპორტო ათეული გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოება არის მინიმუმის დონეზე. უნდა შეიქმნას რაღაცა ესეთი საინვესტიციო პროექტები. თუნდაც აი სახელმწიფოს როლი შეიძლება ამ შემთხვევაში ამაში გამიხატოს რომ როგორ უნდა შექმნას აი თუნდაც სახელმწიფოს აქვს ურთიერთობა ინვესტორებთან. სახელმწიფო აკეთებს უამრავ ბიზნეს პროექტებს. სახელმწიფო შექმნას გარემოში იგულისხმება ის, რაც ვთქვი, ხელშეუხებლობა, გარანტიები, სასამართლო და იგივე
საგადასახადო კოდექსზე რომ ვილაპარაკოთ, სრული სქოლასტიკაა პროცესებზე ლაპარაკი. რა მნიშვნელობა აქვს რა წერია კოდექსში? მით როცა მოდის დავალებით ნებისმიერი, აი გაუნათლებელი ინსპექტორი გიწერს აბსურდულ აქტს და არ გადაიხდი კაიდელიშვილი ხარ იპოვის სამართლოში. გაგაწყავს და თუ სულიც დაკარგო ფულთან ერთად. ამაზეა ლაპარაკი და ამ 5% საშემოსავლოსი და დანახევრებას ჯობდა 10% მოეხსნათ. ბიზნესს დღე უჭირს. ის ყოველდღიურად აღჭება. წელიწადში მაგადასახადებს და დღეგესთან თვე ანგარიშის პერიოდი. ამიტომ ყველაზე მთავარია სიყვარული კიდე კარგი დაცვას მაინც არ დაიწყებთ.ებელი იყო პირველი მიერ შექმნილი ინსტიტუტი საკადო არბიტრაჟი რო იმიტომ რომ პირველი დააგო თუ არა მიხვდა რომ აგებდა იმიტომ ახლა საღვადგინოთო და ახლა კი ვარო ჩემ დროს ტერორი არ ყოფილა ახლა მე ლაპარაკობ ინსტიტუტები და ყველა ეს გახდეთ პრესის მე მივხვდეთ რა ქვეყანაში არ შეიძლება მოდი თუ პასუხობს ბატონმა გოგამ და მალე უნდა დავასრულოთ. საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებაზე იყო საუბარი და უბრალოდ არ შემიძლია გავაკეთო ამაზე მოკლე ინფორმაცია რომ მოდი გადავხედოთ რა იყო გასულ წლებში ხო მქონდა დაახლოებით 21 გადასახადი და დღეს უკაცრავად ვისი გაკეთებული იყო ძალიან თურთ ახლა აქ არის საუბარი იმაზე რომ საგადასახადო გარემო გაუმჯობესებული საკმაოდ მკვეთრად ისო ქვეყანაში არსებობდა 21 გადასახადი და ის რომ ქვეყანაში ახარსებს 6 გადასახადი. თუმცა არ ნიშნავს იმას რომ საგადასახადო გარემო გაუმჯობესებულია. ის რომ ის გადასახადები რაც დარჩენილია იმათი განაკვეთებით შემცირების ტენდენციის მატარებელია. ის რომ ამაში დღე-დღე 20% იყო ამ შემთხვევაში. შეიძლება შემოსავლის 20% გავაგდოთ 6 გადასახადით 40. ამიტომ არ ნიშნავს. უკაცრავად ერთ წუთად ძალიან. ციფრებს აქ გვერდ ვერაული. ნამდვილად ციფრებით ველაპარაკებთ. ისევე როგორც ორლარიანის მათხოვარი პოლიციელი ბევრად ნაკლებად აზარალებდა სახელმწიფოს, ვიდრე ერთი ბენზინზე კანცელარიაში. არა, ეხლა ძალიან დიდი ბოდიში მაშინა ჭირს ამ პრაქტიკა ამას. დემაგოგიის მოსმენა, როცა სტუდიაში არ ვარ და ახლა გამიჭირდება, არ არის ეს ხალხა. 21 გადასახადი კი. უკაცრავად ის რომ ის 21 გადასახადი შემცირდა და გახდა 7 და იმ დარჩენილი 6 გადასახადი. არა, ამაზე არ არის საუბარი. ის რომ თქვენ ძალიან მაგრამ გითხარით გადამწყვეტი არის ის რომ სამართალს ვერ იპოვოს გადამწყვეტია, მაგრამ არ არის კი ბატონო. ის რომ დარჩენილი 6 გადასახადიდან ისეთ შემცირებულია, ის რომ დღე იყო 20% და გახდა 18. ის რომ მოგება იყო შემთხვევაში 20% და გახდა 15%. ეს თუ შემცირება არ არის ამ შემთხვევაში ეს არ არის საინვესტიციო გარემოს კიდევ აბობა არ არის ვიდრე ნებისმიერ მებაღეს რაღაც დაბატონეს ამ შემთხვევაში მოდი მაგრამ მოდი დავაგოთ ობიექტური შემთხვევაში რომ თქვენი ისიც არის ამ შემთხვევაში ადმინისტრირების მანშერებებზე საიმპორტო ოპერაცია გაგიხორციელებია საიმპორტო ოპერაცია გაგიხორციელებია როცა მოგა $1000 საქონელი და უცბად მებაღე იმას გახდის 5000 ამ შემთხვევაში კი 18% რჩება დღე, მაგრამ ველოდებოდი რომ $1000-დან 180 ქონდა გადასახდელი და უცბად გაგიხსნა. ამის უფლება ნებისმიერ მებაღესაა. ეს შემთხვევაში არის შესაბამისი ქმედებები, რომლებიც გახორციელდება თან და რა მეტყვის კუმულაცია რა უბრალოდ. არა, ეს ძალიან ხო ეს კომენტარი გაკეთდა გავაკეთეთ რა დაკომენტირებული. გამოხდეთ ხოლმე ზოგაიდელივით და მე მიხვდებით რომ რაღაცები შესაძლებელია. ძალიან ხო რა უბრალოდ. დატომენდი კომ ძალიან კიდევაც ხა ალბათ არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო ბავშვს როცა შეაო უნწახდა ბავშვი იფიქრო ბავშვს შეაო უნდა იფიქრო არა შამპანური არ დაიდო და ხიზლალამეს კი ჯერ ბავშვი კი ბატონო ბავშვს როცა ფიქრობ ამ შემთხვევაში როცა ბავშვი შეაო უნდა იფიქრო იმაზე რომ დღეს ის ბავშვი გამოვკვება და რომელიც ამ შემთხვევაში სოციალური პოლიტიკაა და უნდა იფიქრო იმაზე რომ ხვალინე დღეს თუ ფიქრო ხვალინე დღეს ის ბავშვი შეიარდა და ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურა და ინვესტიცია ამ შემთხვევაში და ქვეყანის ვალი არის ამ შემთხვევაში ფიქრობს არამედ იმაზე რომ დღევანდელ დღეს ის რომ ამ შემთხვევაში ადამიანი გაჭირებული იმას უნდა დაეხმაროს და იფიქროს იმაზე რომ მომავალს უარესი არ დაემართოს ძალიან ხონდა გაიაროს ეს რაღაცა თუ გავაკეთე ძალიან ხო მოდით მიშას დავუსვამ შეკითხვას მიშა თქვენ ძალეთ რომ თუ არ ჩაიდო ეს ფული კვლავ წარმოება დარგებში მაშინ იქნება დაკარგული აი დაახლოებით ვიცი რაში გაიხარჯება ძალიან კარგი გავაგზავნე ძალიან კარგი როცა ფული ხარჯება თქვათ ისეთ კარგ სფეროში როგორც არის სოციალურ გულისხმობას ადამიანებს ვეხმარებით ხო მაგრამ მოდი მივიდეთ საბოლოოდ პასუხი გავცეთ კითხვას სად მინდის